უფალო მომეცით ძალა, ჩემი თავი ვიპოვო. მურთაზ ჯაფარიძის სამუშაო მაგიდასთან კედელს შემორჩენილ მისავე ხელით დაწერილ ამ ფრაზაში ხელოვნების მსახურისა და თაობების აღზრდაში დამაშვრალი ადამიანის შინაგანი სამყარო ჩანს. ზესტაფონის სამხატვრო სკოლა მურთაზ ჯაფარიძის სულიერი მდგომარეობის ნავსაყუდელი იყო, სივრცე, რომელსაც მან თავის დროზე სიცოცხლე შესძინა. მრავალმხრივი შემოქმედი, საქმის ერთგულებით გამორჩეული, ღირსეული პიროვნება, პროფესიონალი, რომელიც ადამიანობისა და მაღალი ღირებულებების მასწავლებელიც იყო. ასე საუბრობენ მასზე კოლეგები, რომელთათვისაც მურთაზ ჯაფარიძე, მათივე სიტყვებით თუ ვიტყვით, არა მარტო სამხატვრო სკოლის დირექტორი, არამედ საუკეთესო მეგობარი და მხარდამჭერი იყო. მურთაზ ჯაფარიძე 75 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ქალაქში მისი შემოქმედების კვალს არაერთი სივრცე შემოინახავს. თანამშრომლებს და არა მარტო მათ იდეა აქვთ მურთაზ ჯაფარიძის სახელი მიენიჭოს ზესტაფონის სამხატვრო სკოლას. ძალიან ძნელი არის მურთაზის წარსულში საუბარი, მით უმეტეს დღეს, როცა ჯერ არ არის გასვენებული და თვლი რომ შეიძლება მისი სული აქ ტრიალებს. მურთაზი ჩვენთვის იყო სულიერი სამყარო და ყველაფერი თითეული თანამშრომლისთვის. პირადად ჩემთვის და ჩემი დამოკიდებულება ამ სკოლისადმი არის რომ მე მურთაზის მოსწავლე ვიყავი და ძალიან ბევრი თანამშრომელი რომელიც ჩვენთან იმოღვაწევა და მოღვაწეობს იყო მურთაზის მოსწავლე. შემდეგ დავამთავრეთ სასწავლებლები და დავბრუნდით. უნივერსიტეტი იყო თუ აკადემია. მურთაზის ღვაწლი არის განუზომელი როგორც პიროვნების. საუკეთესო მეგობარი, პროფესიონალი, პროფესიით იყო დიზაინერი, პროფესიით 95 წელს ჩამოვიდა ზესტაფონში და ჩამოაყალიბა ჩვენი სამხატვრო სკოლა. ყველა სფეროში იყო წარმოუდგენლად ერთგული და ღირსეული. მიჭირს საუბარი ისეთი მწუხარება გვაქვს და ისეთი განცდა გვაქვს, რომ თითქოს დაობლდით და სკოლა დაობლდა. თავისი ხელწერა ქონდა ყველაფერში, შემოქმედება თითქოს დროს უსწრებდა. აი სტილიზირებული ნახატები, რომელიც მურთაზის აქ შექმნილი და ესკიზების დონეზე არის ნაწილი და ნაწილი შეძენილი აქვს კერძო კოლექციონერებს რა ძალიან ბევრი ნამუშევრები აქვს შექმნილი. მინდა ვთქვა, ყველა არის მართლა დროის წინსწრებით შექმნილი. აი შემდეგ რომ შეიქმნა ეს კომპიუტერების და ციფრული ეპოქა, რომ ვიფიქრე რომ აი მურთაზი ხო ამას 20 წლის წინ აკეთებდა. აი ასეთი ადამიანი იყო. ბოლო დღემდე არ დაუტოვებია ჩვენი კოლექტივი და ჩვენი სასწავლო პროცესი. გლოვობთ. გვიჭირს ძალიან. წამოვიდა ინიციატივა, რომ ამ სკოლას რაც შეიძლება სწრაფად მიენიჭოს მურთაზ ჯაფარიძის სახელი, რომ და ეს იქნება უდიდესი პასუხისგებლობა. მურთაზი ჯაფარიძე იმდენად ღირსეული პიროვნება იყო და მისი სახელი და გვარი იმდენი რამის მთქმელია, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობა იქნება ამ სკოლისთვის. ზესტაფონი მოგეხსენებათ პატარა ქალაქია, უბრალოდ არ ჩანდა. როგორც საჭირო იყო ეს პიროვნება და იყო დიდი პიროვნება იყო ძალიან. რა ვიცი, მეტი რა ვთქვა. ყველას დაწყვიტა გუნდა სამწუხარო. ეს კოლორიტი იყო ეს პიროვნება. ყველასთვის საყვარელი ადამიანი და რა ვიცი, ძალიან დიდი გულისწყივილია. ყველასთვის ვინც კი იცნობდა. დიდი პიროვნება ძალიან დააგდა რაიონს, დააგდა საქართველოს, დააგდა სკოლას და დააგვაგდა ყველას თითოეულ ადამიანებს. უდიდესი პიროვნება თავისი პროფესიიდან გამომდინარე, თავისი პროფესიონალიდან გამომდინარე და დამწუხრებულია მართლაც ყველა, დამწუხრებულები ვართ. თავისი სტილი ჰქონდა, გააჩნდა სტილი თავისი. პრინციპული ადამიანი იყო და დიდი პროფესიონალიზმის მქონე. ძალიან კარგი მასწავლებელი, ძალიან კარგი პედაგოგი. ის ოჯახს თანაგრძნობა გარდაცვალებას მისცეს.